ნარკომანია. Ჩვენ გლობალური პრობლემის წინაშე ვდივართ. ნარკომანია მხოლოდ დაავადება როდია. იგი სამწუხაროდ ცხოვრების წესად იქცა. ამ დროს ადამიანი ინტელექტის, სხეულისა და სულის განადგურებამდე მიიღავს. უკანასკნელ წლებში ნარკომანია ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად იქცა. ხოლო ბევრმა მხოლოდ ნარკომანების ერთი შეხედვით ამოცნობა კი არ ვისწავლეთ, არამედ ახლობლებსა და მეგობრებს შორის მათ არსებობასაც შევეკვირდით. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ახალგაზრდების თითქმის ნახევარს ამა თუ იმ ნარკოტიკისთვის ერთხელ მაინც გაუსინჯავს გემო. მოსახლეობის უმეტესობა მითის, მისი მამის ზემოქმედების შესახებ, მაგრამ ქალაქში მკვლელია ეს ხომ შემთხვევითი სულაც არ არის. ახალგაზრდების გაცივებული მზერა, დანგრეული ოჯახები, გაუტანასწორებელი ქმედებები, ინერტულობა. როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა? სადოთ და განსაჯოთ ყოველივე ფიზიოლოგიური გონების ძალით. საკითხთან დაკავშირებით არსებობს ორი ურთიერთსაპირისპირო თვალსაზრისი. საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ ნარკომანებს გამოკეტავს ციხეში, მათი იზოლირებით ვიხსნის სამყაროს ან საშინელებისგან. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, დამნაშავე მართალია, უნდა დაიცადოს კანონის შესაბამისად, მაგრამ ეს შემთხვევა გამონაკლისია. ეს პიროვნებები ხომ დანაშაულს ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების დროს ჩადიან, ასე რომ ეს დაავადება უმკურნალოს და ამით ეს ჭირის მოგვარდება. დედაბუნება უგადრუկ და უკეთურ არსებობად როდით ხსნის. ამის თვალსაჩინო მაგალითია ორი კონტინენტი, ამერიკა და ევროპა. შეუცდომელი და განვითარებული ამერიკა, რომელმაც დაავადებული ციხეში გამოკეტა, როგორც კრიმინალები და ამით გადაჭრა ეს საკითხი. ხოლო ევროპამ ადამიანებს რეაბილიტაციის კურსი შესთავაზა. როგორია შედეგი? ამას გვიჩვენებს სტატისტიკა. ამერიკაში მიახლოებით 1.5%-ით მეტი ნარკომანია, ვიდრე ევროპაში. ბიორნი ამბობს, ფინალური გონიერება, რომელიც გვიან მოდის. ასე რომ გვიან არასოდესაა, მთავარია სცადოთ. სწორედ პიროვნება ღმერთის ხარკი და მსგავსება ადამიანში. პიროვნება უპირატესად ზნეობრივი საწმისია, რომელიც განსაზღვრავს დამოკიდებულებას ყოველგვარ ფასეულობათა მიმართ. ამიტომ ადამიანმა თავად უნდა გააკეთოს არჩევანი მარადიული ნირვანა, უძვირფასეს და საყვარელ ადამიანებზე უარის ხმა, სასოწარკვეთა თუ ცხოვრების კბობა.